საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი არაორდინალური წელი ყოფილა, მაგრამ 2025 წელი, აი ეს წელი, რომელიც ჩვენ გავლიეთ აი ამ რუსული ჯოჯოხეთის შემოbrunების პროცესში არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი უკანასკნელი 10 წლეულების ამ ქვეყნის ისტორიაში. მძიმე წელი არა იმიტომ, რომ უარესი არაფერი არ მომხდარა, ხო? საქართველოს რუსეთთან რამოდენიმე ომი გამოიარა მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ხანმოკლე ისტორიაში, მაგრამ აი ესეთი უომარი ჩაბარების, კაპიტულაციის, ქვეყნის გადაცემის რაღაცა დიდი მასშტაბური ღალატის განცდა, რომელიც მე პირადად გამიშთა და უამრავ ქართველს აბსოლუტურ უმრავლესობას გაუჩნდა 28 ნოემბერს ერთი წლის წინ, ასეთი იშვიათი იყო. ასეთი განცდა ნამდვილად იშვიათია, რომ შენ ქვეყანას მთელი შენ მთავრობა ღალატობს და აბარებს იმ მტერს, რომ მტერთანაც, მინიმუმ უახლოესი 3 წლეულის მანძილზე 4ჯერ იომე. ძნელი სანახავი წელი იყო, მაგრამ ამავდროულად იყო იმედის წელი. იმედის წელი, რომ საქართველოში გაიზრდებიან და იზრდებიან მომავალი თაობები, რომლებსაც ეს ეროვნული განცდა არსად არ მისდით, არ დაუკარგავთ და იგივე შემართებით იბრძვიან ქუჩაში, რა შემართებითაც ქართველი გმირები რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და სხვაგან. გმირობის, თავდადების, თავგანწირვის და თავისუფლების სიყვარულის წელი იყო იმ სიმძიმეს პარალელურად, რაც მთავრობის გამყიდველობამ გამოიწვია. პოლიტიკური შეფასება აი ამ დღის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ემოციურად ძალიან მძიმე დღეა. მე დეტალურად მახსოვს რა ხდებოდა ამ დღეს ჩემს თავს. დეტალურად მახსოვს ის განცდები, რაც მქონდა. ეს ერთი წელი არ შეივლის უიმედოდ, ეს ერთი წელი არ შეივლის უშედეგოდ. ეს ბრძოლა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. ეს არის გარდაუვალი. ეს გამარჯვება იქნება ქუჩებში, ეს გამარჯვება იქნება სახლებში, ეს გამარჯვება იქნება ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში, იმიტომ რომ ღალატი, მუხტლობა, გამყიდველობა ვერასდროს ვერ იმარჯვებს საბოლოოდ. შეიძლება კობახიძეს გონიო დროებით გაიმარჯვა, მაგრამ ეგ ეგრე არ არის.